ძალიან ისეთ თემას მინდა შევეხო, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს არ ჩანს, მაგრამ უდიდესი პრობლემაა. დიახ. სააკაშვილის დროს 360,000 კაცი იჯდა ციხეში. ანუ მისჯილი ქონდა რა. 360,000 კაცი. სასჯელი დაუდგათ, კი? ხო. ამ 360,000 კაცის ირგვლივ უნდა ჩათვალო, რომ ოჯახი ხო? ნუ 3-4 კაცი ხო მაინც ტრიალებს. ესეთ. მილიონი კაცი, ესე იგი, იყო მუდმივ სტრესში. ან ბინებს აყიდინებდნენ, ან ქარხნებს ათმობინებდნენ, ან კლავდნენ ზოგიერთს, ხო? ეხლა რამდენია, ეხლა რომელი ერთი ჩამოთვალო. პირდაპირ სამართლოს გარეშე ხოცავდნენ ხალხს. არა 1000 უბედურობას ატრიალებდნენ და ზოგადად ნერვოტიზაცია იყო შექმნილი ქვეყანაში, შიშების. იმიტომ რომ ის სააკაშვილის რეჟიმი იყო ფაშისტური რეჟიმი, ჩვეულებრივი და აი ამ შიშებზე ცხოვრობდა. ანუ მონსტრების კორპორაციის პრინციპით ის ცხოვრობდა. ზოგიერთი ახლა ცდილობს მაგის განვითარებას, მაგრამ ნუ ახლოსაც ვერ მიდის იმ დიდ მონსტრთან. რასაც მიშა წვიდვლიდინარე ქვია. კი ბატონო. ხო და ამ დროს ადამიანებს გაუჩნდათ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები. იყო ეს და არის კიდევაც. რომელიც დღემდე გრძელდება ამ ადამიანების კურნალობა სხვადასხვა წამლების საშუალებით. საქართველოში შემოდიოდა წამლები, ფსიქოტროპული წამლები, როგორიც იყო მაგალითად დიაზეპამი და სხვადასხვა წამლები. ბოლო პერიოდში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მე ჯერ აქედან ვაკეთებ ამ განცხადებას და მე აუცილებლად დაუკავშირდები მინისტრ ბატონ მიხეილ სარჯველაძეს და აუხსნი რამხელა დიდ პრობლემებს ქმნის ეს ყველაფერი. გააუქმეს ყველა, ანუ უბნის ექიმსაც შეელო, რომ გამოეწერა ეს ფსიქოტროპული წამლები. გააუქმეს აბსოლუტურად ყველანაირი ექიმის უფლებამოსილება. რამაც გამოიწვია ის, რომ ბევრი ფსიქოტროპიული აფთიაქი კერძო დაიხურა, თუ ქსელის არ არის, იხურება, ვერ იმაშვება. ეხლა წამალი რა ღირს? 2 ლარი ღირს, 3 ლარი ღირს წამალი. მაგრამ როგორი სქემაა უყურე, ექიმთან რომ მიხვიდე 80 ლარი უნდა გადაიხადო კონსულტაციაზე. იმიტომ რომ ის ექიმი ცალკე ხო არ აზის. ის ექიმი ზის სადღაც დაწესებულებაში და ზოგი 150 ლარს ახდევინებს, ზოგი 80, ზოგი 100 და ზოგი 120. 100 ლარია საშუალო. ხო, 100 ლარია საშუალო. 14 ტაბლეტზე მეც არ გამოგიწერენ. შანსი არ არის. ანუ ესეთი მოთხოვნაა. ნუ რო არ ანუ 14 ტაბლეტი დილა საღამოს რო დალიო ერთი კვირა. გამოვიდა ერთი კვირა. დიახ. და კიდე უნდა მიხვიდო და კიდე იმდენზე გადაიხადო. ხო და აი რამდენჯერ უნდა მივიდეს ადამიანი, კითხვა ისმის ესეთი, რამდენჯერ უნდა მივიდეს ადამიანი და რამდენჯერ უნდა გადაიხადოს წამალში 2 ლარი და ექიმთან ვიზიტის გამო გადაიხადოს 100-დან 80-დან 150 ლარამდე. აი რა მიდგომა, ვინ მოიფიქრა, ვის მოუვიდა თავში მსგავსი სიგიჟე. მე ესე ვიცი, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ისეთი, რომ ხალხს უადვილებდეს ცხოვრებას, ხო? ჯარიმები ეხლა ეს დაემატა, მე აფთიაქებმა საერთოდ გარეკეს. 4 საათამდე მუშაობს თურმე მარტო ის ვინც არის ამ რეცეპტის გამომწერი. 4 საათ შემდეგ არ იმუშავებს. კაი დაუშვათ ეს აი ამდენი 1 მილიონი კაცი და დაახლოებით 10-15% მაინც სვამს ამ დამაწყნარებელ წამლებს, ხო? ისეთი სტრესები გადაიტანა და ასე შემდეგ. ნუ არა მარტო ისინი. ეკონომიკური, სხვებიც ხო სვამენ. რა თქმა უნდა. და რატო უქმნი ამ ხალხს პრობლემას და ეხლა წარმოიდგინე კიდე აი სულიერად ავანტყოფებს რამხელა პრობლემა აქვს, ხო? ციკლადოლი უნდა დალიოს. რომ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე არ წარმოიშვოს. ციკლადოლი რო დალიოს ადამიანმა ამასაც ჭირდება ეგეთი მიდგომა რა. ანუ უნდა მოვიდეს იმისი პატრონი, თვითონ ხო ვერ მოვა. უნდა დადგეს, გამოიწეროს 150 ლარი და გამოიწეროს რამდენი 5 თუ 6 სალი იწერება, მეტი არა. აი ეს რა არის გამაგები? რატო ტანჯავენ ამ ხალხს? რა ხდება ვერ გავიგე. რეფორმა, სამედიცინო რეფორმა უნდა იყოს ისეთი, რომ ხალხს დაეხმაროს და ეს არის ყველაფერი, რა ვიცი, ფაშიზმია რა ჩვეულებრივი რა. ეხლა 4 დღეა დავდივარ და 4 საათს ვერაფრით ვერ მიუსწარ, იმიტომ რომ გადაცემა მაქვს, ისა მაქვს და მინდა რომ ვიყიდო რა. რატო ეს 4 საათი ვერ არ ვიცი, რა ვიცი, რაღაც აკვიატებული იდეები აქვს რა. და
რას აკეთებენ და რას აღწევენ, ამითი არ ვიცი. ექიმები თვითონ შეწუხებულები არიან, ვინც წერენ ამ წამლებს. თვითონ შეწუხებულები არიან. ნუ ეს არის ჩვეულებრივი სიხარბე, მოდი ასე ვთქვა, სიხარბეზე აგებული. რას ნიშნავს ახლა დავუშვით 2 კვირი რო ახლა გასაგებია ეს რითიც ხო და დიაზეპამი ნარკოტიკად ითვლებოდა. არ ითვლება დიაზეპამი ნარკოტიკად და რატო უდებთ ნარკოტიკულ ნივთიერებაში დიაზეპამი ვერ გავიგე. კეთყვი მალხას პასუხს გაგცემ. ესე იგი პირველი რითი საბუთდება, ხო, ადამიანის ყველა მოქმედებას, მათ შორის სახელმწიფოს მოქმედებას რაღაც ახსნა, თვითონ ხსნიან, ხო, რაღაცით. რითი ახსნიან? რითი ხსნიან დაუშვათ, ეს იხსნება იმით, რომ გარკვეული ფენა საზოგადოების, ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა მიზეზების გამო, ნუ მოდი ესე ვთქვა, შემჯდარია ამ ფსიქოტროპულებზე, გამოიყენება ისინი დიდი დოზებით ან რაღაცებს იღებენ მისგან, დაუშვათ რაღაც ქიმიური მითი და იმ შემთხვევაში თუ დიდი რაოდენობით ჩაუვარდა ხელში დაუშვათ ადამიანს, იმიტომ არის 14 ისა, ის შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც სხვებზე მიყიდვის, ასე დაუშვათ იქიდან უფრო კონცენტრირებული საშუალებების მიღების გამო. ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას, თუმცა ეს მე ამას კი არ ვამართლებ, ამას მე ცალკე ვიტყვი. ჩვენ უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყავს, ჩვენ ტოქსიკომანი. ზოგადად კაცობრიობაში ეს პრობლემაა, ნარკოტიკების, ანუ ცნობიერების მდგომარეობის შეცვლის, ну, მოდი ასე ვთქვათ, არაჯანსაღი მეთოდები, რაც იწვევს კატასტროფულ შედეგებს ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და სულიერი ყველაფრისთვის მოკლედ. ასოციალური ხდება ადამიანი და ასე შემდეგ. ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე საკითხი ხა შენ როგორ უპირისპირდები ამას? გასაგებია ხა დამისაბუთებენ, რომ აბა რა ვქნათ, ახლა დაუშვათ, აბა რა ვქნათ, ეს ასეთი დოზა რო არ იყოს. მერე ყიდიან, ან და დაუშვათ მეც იმაზე მეც მოიხმარენ და ექნებათ სხვა პრობლემები ექნება და ისევ სახელმწიფოს ის არის, ხო? დაუშვათ და საზოგადოების და ასე ამ არგუმენტს აუცილებლად დაგიპირისპირებენ. ჩვენ ხო ის არა ვართ, რომ დაუშვათ თქვათ მარტო და მაგრამ აქ ერთი ნიუანსია, რომ აქ დაუშვათ აი ესეთი მეთოდით, რომ შენ ფინანსურად დასაჯო ადამიანი დაუშვათ და მოიგოს იმან ამით სამედიცინო დაწესებულებამ კომერციული თვალსაზრისით, ხო? ეს არასწორია აბსოლუტურად. ნუ ვიცი ხო. რამდენჯერ უნდა მივიდეს თვეში წარმოიდგინე ადამიანი. ეს არის დაუშვათ გაჭირვებაზე ფულის კეთების ის არის, რა ქვია, მექანიზმი, ძალიან მანკიერი. ამიტომ სხვა მექანიზმი უნდა იქნას შემუშავებული, რა ვიცი, ახლა არის შეიძლება მექანიზმებზე საუბარი, თუმცა ჯობია ამაზე პროფესიონალებმა ისაუბრონ, რომ მოიწვიო, კაი იქნება. აუცილებლად. ახლა ნამდვილად არ მინდა რომ დაუშვათ ისეთ სფეროში შევიჭრა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანს ჩემზე გაცილებით დიდი ცოდნა შეიძლება კონდეს, ხო? თუმცა ის ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ესე არასწორია და სხვა მექანიზმებით ალბათ შეიძლება გამოუძებნოთ. და თუ დაუშვათ ვერ გამოძებნეს ესეთი მექანიზმები, ესეც უნდა ითქვას, გესმის, არის ახლა მაგალითად ისეთი შეხედულებები, რომ აი კარგი მინდა, ყველაფერი კარგისთვის რო გამოდიან ხალხი, ხო ყავს ესეთები, მაგრამ დემაგოგია და პოპულიზმი განსხვავდება პასუხისგებლოვანი მსჯელობისგან იმით, რომ დაუშვათ თუ პასუხისგებლობიანად მსჯელობ, რაღაცა უნდა თქვა ალტერნატივა. ან უნდა თქვა, რომ იქნებ სხვას ვკითხოთ, ვინც იცის ეს დაუშვათ. და თუ დაინახავ რომ დაუშვათ ეს ალტერნატივა არ ხორციელდება იმის გამო რომ ვიღაცა ფულს აკეთებს, ესეც უნდა თქვა. ხო ასეა. ამიტომ მოვიყვანოთ ახლა დაუშვათ იქნებ მოიყვანო მეც შევეცდები რომ ექსალტეში მოვიყვანო ამ საქმის სპეციალისტები და ესეთი მსჯელობა უნდა იყოს და მე წინააღმდება უნდა იყოს. ესე არ შეიძლება, იმიტომ ხა როგორ ახლა დაუშვათ ჭირდება ვალიუმი სიტყვაზე. ვალიუმი აღარ შემოდის, ერთ 10 მილიგრამიანი შემოდის მხოლოდ სომხური წარმოების ისა. და რატო არ შემოდის ეს ვალიუმი? არ ვიცი, აი ხა პრობლემები წარმოიშვა უკვე. მარტო სომხეთიდან შეიძლება შემოიტანო რა, ვერ გავიგე სომხეთი ჩვენზე მეც წამალს რატო აკეთებს, არ როგორ აკეთებს. ანუ უცხოური ხარისხიანი რო შემოვიდეს, სომხეთი იცი რომ ინდოეთიდან. ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი ახლა მე კიდე მილიარდათასია გამოაქვეყნეს და იქ ორი ის არის რა ქვია, თუ არ ვცდები თუ მეტი ასე ვთქვათ, სამედიცინო სფეროს მონოპოლისტი, მათ შორის რომელიც აწარმოებენ წამლებსაც, ხომ, ეს მილიარდერები. ხომ, ბატონი კურტანიძე და ბატონი მეორე ოქრიაშვილი. კი, მაგრამ ის მექანიზმები თუ მილიარდნახევარი და 2 მილიარდი აქვს ადამიანს. შეიძლება ის მოაქციო დაუშვათ ისეთ საკანონმდებლო ჩარჩოებში და გამოიყენო გარკვეული მექანიზმები იმისთვის, რომ დაუშვათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი წამლები და ეს იწარმოებოდეს აქ
მაგალითად არ კონდეს შემოსატანი, ნუ რა თქმა უნდა, თლიანად ახლა ვერ გავხდები ჩვენ ავტონომიური, მაგ თვალსაზრისით დიდი სახელმწიფოებიც ვერ ხდებიან, მაგრამ ასევე გააკონტროლდეს კაცრად დაუშვათ იმ აქტიური ნივთიერებების რაოდენობა იმ წამლებში, რომელსაც აქ აწარმოებენ. და ეს გახდეს ძალიან დიდი სასჯელის საფუძველი, იმიტომ რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე გვაქვს საუბარი ჩვენ. არ ვიცი, მე ჯერ სტრესი ამ ხალხმა მიიღო მიშას დროს და ეხლა ამ სტრესს უძლიერებენ აი ამ წამლის უშუალოდ. მიშას დროსაც მიიღო და წარმოიდგინე ხა წამლს ვერ შოულობს ადამიანი. აგერ მეგობარმა დაწერა კოტე არსენიშვილმა თუ აღარი იყო სხვა რომ ადრეო 4-დან 7-მდეა ნეიროპათოლოგი და თუ ფსიქიატრია, ვისაც უფლება აქვს გამოწერეს. ოჯახის ექიმებზე მაინც დაუშვან, ხო? სადაზღვევო კომპანიებზე მაინც დაუშვან ამის გამოწერა. ეს როგორ შეიძლება და თან ეღო 4 საათამდე რა არის, ვერ გავიგე. არა, ნამდვილად არასწორია და ამის გარდა ისიც უნდა თქვათ მალხას, რომ ჩვენ თან ახლა და რიგი დგას რამხელა, იცი აფთიაქში? ვიცი. აუ იმხელა რიგი დგას, რომ შეიძლება აი რომ 3-ზე რომ დადგე 4 საათამდე ვერ აიღო ეს. საერთოდ აი ეს გაჯანსაღება იმის ფსიქოლოგიური მდგომარეობის სტრესული ფონის მოხსნა, მათ შორის პოლიტიკური სტრესული ფონის მოხსნა, რო ეს ამდენი ის არ გვყავდეს ჩვენ, რა ქვია, გასაოცარი მითი უარყოფითი ემოციების გამოხატვით დაკავებული ადამიანების რაღაც საოცარი ორგანიზაციები, ხო? და არა მარტო ის ცალკე. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანა და მათ შორის, რა თქმა უნდა, იმ ნარკოტიკების მოხმარების საოცარი რაოდენობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს ტოქსიკომანია. ეს უნდა შეიცვალოს იგივე დაუშვათ სპორტული ცხოვრების წესის პროპაგანდით, რაც მიმდინარეობს კიდევაც. სხვა შორის მინდა მიულოცო ჩვენს ძიუდოისტებს, ესე იგი, წარმატება მინდა მიულოცო